Alhamdulillahi Rabbil Alamin Vessalatu vesselamu ala Rasulina Muhammadin ve ala alihi ve ashabihi ecme'in მოგესალმებით ძვირფასო მორწმუნეებო, დებო და ძმებო. სრული გულწრფელობით გილოცავთ ყურბან ბაირამს, რომელსაც მთელი ისლამური სამყარო ერთიანად ზეიმობს. ყურბანი დაახლოებას ნიშნავს. იგი ღვთისადმი მორჩილების, მადლიერების გამოხატვისა და რწმენის სიმტკიცის სიმბოლოა. შესაბამისად, ყურბნის შეწირვით ჩვენ გამჩენ ალლაჰთან დაახლოებას ვცდილობთ. ამ დღეს მსხვერპლის გაღებით გამოვხატავთ მორჩილებას, გულწრფელობასა და ღვთისადმი სიყვარულს. ყურბანი მხოლოდ ცხოველის მსხვერპლად შეწირვა არაა. მისი მთავარი არსი მორჩილება და ღვთისმოშიშობაა. ყურანში გაცხადებულია. უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნის შესაწირისა და ვერც სისხლი მისი, მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი შუამავალი მუჰამმედი სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემ კი ასე ბრძანებს. ვისაც აქვს შესაძლებლობა და არ შეწირავს ყურბანს, ჩვენ საულცავებს არ მიუახლოვდეს. ბაირამის დღეების სიხარულის, სიყვარულის, თანადგომის, დამდურებულთა შერიგების დღეებია. ვეცადოთ გაუზიაროთ სხვებს სიხარული, მოვინახულოთ მშობლები, ახლობლები, ავადმყოფები და ხანდაზმულები. მოვეფეროთ ბაუშვებს, ობლებს, დახმარების ხელი გაუწოდოთ მზრუნველობა მოკლებულ, ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბაირამის დღეები საყოველთაო სიხარულის დღეებად იქცეს. დღეს მილიონობით მორწმუნე ჰაჯობის მოსალოცად მექაშია შეკრებილი. მათთან ერთად ჩვენც ვევედრებით დიად ალლაჰს, მოგვიტევოს ცოდვები, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისა და განსაცდელისაგან. მოგუმადლოს მშვიდობა, წყალობა, ჯანმრთელობა, რწმენის სიმტკიცე და ბედნიერება, როგორც ამ ქვეყნად, ასევე საიქიოში. დაედასრულდეს ომები და მტრობა დედამიწაზე, მშვიდობამ, ბედნიერებამ, სიყვარულმა და კეთილდღეობამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. უზენაესი ალლაჰი იყოს თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს შემწედან მფარველი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყურბან ბაირამს. ველჰამდულილლაჰი რაბბილ ალემინ.